ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობისთვის თანხას მსოფლიო ბანკი გამოყოფს. გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტით ქართული მხარე $42 მილიონ მიიღებს. რესურსი რუისი აგარის მონაკვეთის რეაბილიტაციას მოხმარდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს. გზის კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასაწყებად მსოფლიო ბანკმა ქართულ მხარეს $42 მილიონი გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტი გამოუყო. მხარეებს შორის დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერა. ხანგრძლივობა სესხის არის 25 წელი, შეღავათიანი პერიოდი 5 წელი, 5 წლის განმავლობაში არ ხდება თანხის გადახდა. ზოგადად მინდა აღვნიშნო ის, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელშიც ჩართულია მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ასოციაცია. თანხა რუისი აგარის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მშენებლობას მოხმარდება, რომელიც 4-გზოლიან ავტომაგისტრალად უნდა გადაკეთდეს. დაგეგმილია აგარის 8 კილომეტრიანი ახალი შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობაც. ამ პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა გამოყო $42 მილიონი ოდენობის სესხი. ეს არის სესხი განვითარების საერთაშორისო სააგენტოდან, ანუ როგორც ბატონმა მინისტრმა აღნიშნა, კონცესიურ პირობებზე გადახდა იწყება 5 წლის შემდეგ. მაგისტრალის ამ მონაკვეთის საერთო სიგრძე 19 კილომეტრი იქნება. პროექტი ხიდების, სარკინიგზო გზაგამტარის და სატრანსპორტო კვანძის მშენებლობასაც მოიცავს. სამშენებლო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს. ჩქაროსნულ გზაზე მუშაობა მთელ ფრონტზე გაიშლება, რაც ჩვენი მიზანია საბოლოო ჯამში, რომ უფრო მეტი ტვირთი გავატაროთ, რომლის რაოდენობა ტვირთბრუნვა იზრდება, ასევე მეტი ადამიანი გავატაროთ კომფორტულად ამ გზაზე. ჩქაროსნულ გზას გულისხმობ და ვარაუდობ, რომ რამდენიმე წელში ჩქაროსნულ გზას მთლიანად დავასრულებს, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და ერთდროულად მე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით ამ პროექტებზე ჩვენი ქვეყანა $1 მილიარდ ხარჯავს. პროექტის მიხედვით ახალი გზის მიდამოებში ინფრასტრუქტურული ნაგებობები და სანიაღვრე არხები უნდა განთავსდეს. მშენებლობებზე 2000-მდე ადამიანის დასაქმებას ვარაუდობენ.